რას დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშე გადაცემა თქვენთან არის. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტის სპეციალური გამოშვება. ომმა უკრაინაში გადააბიჯა ფსიქოლოგიურ ზღვარს. ზღვარს, რომელიც რუსებმა თავად დაიწესეს თავის დროზე, ეს იყო ვილიკაია ჩეჩნია, ანუ დიდი სამამულო ომის 1418 დღე. 1418 დღეს ომმა უკრაინაში უკვე გადააბიჯა შუა იანვარში და ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა მაშინ დიდი სამამულო ომის დროს რუსებმა შეძლეს ნახევარი ევროპის ოკუპაცია 53 წლიდან 45 წლამდე. ახლა კი მათ დაპყრობილი აქვს დღეისათვის ისინი აკონტროლებენ უკრაინის ტერიტორიის 20%-ს. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ომი არ დაწყებულა 2022 წელს. რეალურად ათვლის წერტილი უნდა გახდეს 2014 წელი, მაშინ როდესაც რუსებმა დაიწყეს ყირიმის ოკუპაცია და შემდეგ გადავიდნენ დონბასში. მაგალითად, ამ ორი ომის განსხვავების და რუსების მზადყოფნის, რუსების ბრძოლის უნარიანობის შეგვიძლია გამოვიყენოთ თუნდაც ქალაქი კუპიანსკი, რომელიც პუტინმა დაპყრობილად გამოაცხადა ჯერ კიდევ 4 ნოემბერს და რამდენადაც ვიცით, ტრამპსაც კი დააჯერა, რომ ამ ქალაქს ახლა რუსეთი აკონტროლებს. თუმცა დღეისათვის კუპიანსკის მერიის თავზე ჯერ კიდევ უკრაინული დროშა ფრიალებს და ბრძოლები გრძელდება. უკრაინაში უკვე წლებია იმყოფება საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე, რომელიც იქ უსაფრთხოების სფეროში მუშაობს. და რა თქმა უნდა, პირველ წყაროდან ყველაზე მეტად საინტერესოა გაიგო რა ხდება ფრონტის ხაზზე, რა ხდება ფრონტის ხაზს მიღმა, რა ხდება ხანდახან კულუარებში და საითმიდის ომი, საითმიდის ეგრეთ წოდებული სამშვიდობო პროცესი, რომელიც თან იწყება, თან ვერ იწყება, იმ პოზიციის გამო, რომელიც რუსეთს უკავია, რამდენად მზად არის უკრაინული საზოგადოება დათმობებისთვის და შეგვიძლია თუ არა უკრაინაში ველოდოთ არჩევნებს, რომელზეც ასე ხშირად ლაპარაკობს პრეზიდენტი ტრამპი. მაშ ასე, გიგი კალანდაძე, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი. გიგი, გამარჯობა. პირველ რიგში მადლობა ინტერვიუსთვის და მოდი შევაჯამოთ ერთგვარად უკრაინის ომი, იმიტომ რომ ერთ თვეში გახდება სულ 4 წელი უკვე. რაც ეს ომი დაიწყო, დიდი ომი და რა თქმა უნდა შეგვიძლია რაღაც საერთო ტენდენციების გამოყოფა. საით მიდის ახლა ეს ომი? აი თითქმის 4 წლის თავზე. სადამდე მივიდა უკრაინის ომი და საით მიდის? ეს ტერიტორია დანაკარგი ისედაც დიდი განიცადა უკრაინამ პირველ რამოდენიმე თვეში, სადაც რა თქმა უნდა ქაოტური იყო ბევრი რამე და ბევრის ორგანიზება არ მოხდა. ეხლა შემიძლია გითხრა, რომ ძალიან დიდი წარმატებით იგერიებენ დიდ მათ დაგეგმილ შემოტევებს და ეს გახდა პრეცედენტი იმისა, რომ აი ერთი ქუჩის აღება არის დიდი მიღწევა სოფლიოში ეგრეთ წოდებული მეორე არმიისთვის, ერთი შენობის აღება ერთ სოფელში გახდა დიდი მიღწევა და მოკლედ სიმართლე რო გითხრა, ისინი ძირითადად ის შემადგენლობა, რომელიც იყო პროფესიონალური არმია, ის ძირითადად განადგურებულია. აქ არის რეზერვისტთა დიდი ნაწილი, რომელიც იძულებით მოყავთ, რომელსაც არანაირი мотиваცია არ გააჩნია და არანაირი საბრძოლო გამოცდილება, რა თქმა უნდა, არ გააჩნია და არც საბრძოლო მომზადება არ გააჩნია. ამ ყველაფერს ხას უსვავს ისიც, რომ ეკიპირებაც არ აქვს შესაბამისი, ანუ ადამიანის ეკიპირებას. ეხლა რაც შეეხება თვითონ შერწყმულ მოქმედებებს, ხო? ანუ მარტო ადამიანი ხო არ არის საჭირო, შერწყმული მოქმედება უნდა იყოს კავშირი, უნდა იყოს უპილოტო საფრენის საშუალება, იქ უნდა იყოს აუცილებლად კონკრეტული ტექნიკა, რომელიც ხარს გიჭერს, რობოტი, ხო, რომელსაც მოაქვს შენი ტვირთი. აი ამ ურთიერთშერწყმაც მორღვეულია რუსეთის შეერაღებულ ძალებში და საერთოდ არა აქვთ დიდი წარმატება არც ერთ მიმართულებაზე. უკვე 2025 წელი იყო მათი შენელების და შეჩერების წელი. შენელების, აი მე გეტყვი რომ ერთი იმ ტემპებით, რომელიც ისინი მოდიოდნენ, დაახლოებით 3-ჯერ ნელა თუ 4-ჯერ არა, ისინი ახერხებენ გარკვეული ტერიტორიის ოკუპაციას, რა, ძალიან მცირე და უმნიშვნელო. გიგი, რა შანსია სამშვიდობო მოლაპარაკების? ზოგადად რომ მოლაპარაკება შედგება, მე რა მოლაპარაკებას
რუსი ხელს მოაწერს და მე რომ ამ მოლაპარაკებას დაიცავს. ამის რა შანსია ზოგადად? რამდენი მაგალითი, რამდენი შეთანხმება ყირიმის დაკარგვა, აი ყირიმი და მოდი გაჩერდით და არაფერი აი მე რა ქვია რაღაცა მოლაპარაკებები და მოლაპარაკებების დროს ტყუილები იქ ახლა ძალიან ბევრი კონკრეტული ისტორია ძალიან ბევრ დროს დაგვაკარგინეთ, მაგრამ თვითონაც აი ბოლოს მარიუპოლს რო იღებდნენ, იქაც იყო მოლაპარაკებები და ტყუილი პუტინი იძახდა ერთს და სამხედრო ავიაციას ავალებდა მეორეს გაენადგურებინა თუნდაც ის ამფითეატრი, რომელიც მარიუპოლის ცენტრში იყო, იმის მერე რაც განაცხადა, რომ რამოდენიმე დღე იქნება ცეცხლის შეწყვეტა და ზუსტად ამ თქმის მერე ორჯერ მეტად გააძლიერა ქალაქის დაბომბვა. გიგი, ბოლო დროს ჩვენ ნახეთ ბევრი ცვლილება, საკადრო ცვლილებებს გულისხმობ უკრაინაში. სპეცსამსახურის უფროსები შეიცვალა, თავდაცვის მინისტრი შეიცვალა. ამან რამე სიახლე მოიტანა, პრინციპულად რამე შეიცვალა, თუ მხოლოდ ადამიანები? ეს თავდაცვის მინისტრი პირველია უკრაინაში, რომელიც მოვიდა და ყველა სამხედრო ჟურნალისტმა, ყველა აი გავლენიანმა ადამიანმა, შეიძლება ჟურნალისტი არ იყოს, ბლოგერებს ეძახიან, ხო, რომელიც წერს სამხედრო თემებზე უკრაინაში, დადებითად აღნიშნა მისი მოსვლა თავდაცვის სამინისტროში. არის ახალგაზრდა, არ მინდა შემეშალოს 34-31 წლის და ძალიან ეფექტური ადამიანი. დღეს უკვე სტანდარტია უკრაინის შერეულ ძალებში, შენ თუ ფოტო ვიდეო მასალა არ გაქვს, მიზანი ითვლება არ ჩაგითვლიან განადგურებულად. შეიძლება ეს მოახდინოს შენ ლაივში გადაღებით, შეიძლება სადაზვერვო კონკრეტულმა დიდმა სადაზვერვო უპილოტო საფრენმა საშუალებამ დაგიდასტუროს ეს, რომ აი აქ იყო, ეხლა იწვის და ეს მიზანი არის შენი განადგურებული. SBS Group Army, აი ესე გამოიყურება და აქ არის ყველაფერი ჩამონათვალი თვეების, დღეების მიხედვით და რომელმა ქვედანაყოფმა კიდე აქ ცალკე არის აქ ქვედანაყოფები, რომელმა ქვედანაყოფმა რამდენი განადგურა და ეს დიდი ჩამონათვალი არის, ანუ დაზიანებული და განადგურებული ტექნიკა. აი ეხლა ამ წუთებში. ეს გააკეთა უკვე ახალმა თავდაცვის მინისტრმა. It's like Amazon for the ეს რაღაც სამხედრო ამაზონივითაა. სოფლიოში არსად გვინახავს ასეთი. ეს ონლაინ შოპს გავს. ათვალიერებ და აჭერ ფასებს ადარებ. მაგრამ ეს არაა ამაზონი. ეს ომის მაღაზია. უკრაინელ სამხედროებს აქ შეუძლიათ აარჩიონ ყველაფერი, რაც სჭირდებათ. პლატფორმას სამხედრო ტემპი აქვს, მასშტაბი და მუდმივი განახლება. მაღაზია ბრეივან ერთი წლისაც არაა. ის ნაწილობრივ ამ კაცის შექმნილია. მიხაილო ფიოდოროვის, რომელიც მაშინ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი იყო, სანამ თავდაცვის მინისტრად დანიშნავდნენ. არმიის ბონუსების სისტემამ კონკურენცია გააჩინა. ქვედანაყოფებს ქულები მტრის სამიზნეების განადგურებისთვის ენიჭებათ. დარტყმის კადრები უნდა გადამოწმდეს და ნაწილებს ამის შემდეგ ენიჭებათ ქულები. ქულები შემდეგ ფულად იქცევა, რომელსაც ონლაინ მარკეტში ხარჯავენ. დღეისათვის აქ რეგისტრირებულია 600-ზე მეტი უკრაინელი მწარმოებელი 2600-ზე მეტი პროდუქტით. შუამავლების რგოლი გაუქმებულია, ამიტომ ნაწილებს ყველაფერი ერთ კვირაში მიეწოდება, თვეობით ლოდინის ნაცვლად. რუსები ძალიან ბევრი წელია ითხოვენ არჩევნებს უკრაინაში, არალეგიტიმურს უწოდებენ ზელენსკის. ბოლოს ეს საკითხი ტრამპმაც გააქტიურა და უკრაინამ თითქოს დაიწყო საუბარი, რომ მზად არის არჩევნებისთვის რაღაც კომისია შეიქმნა თუ არ მეშლება რადაში. სადამდე მივიდა ეს საკითხი ზოგადად? რამდენად რეალისტურია მოლოდინი, რომ უკრაინაში ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, არ ვიცი, 2026 წელს მაგალითად. თუ რამე შეცვალეს, არ ვიცი, თუ მაგალითად დროებით შეჩერდა მხოლოდ იმისათვის, რომ ჩატარდეს არჩევნები, ამ არჩევნების ჩატარებასაც ჭირდება ფინანსები. და ამ არჩევნების თარიღს ჭირდება პარლამენტის შეკრება, ბიუჯეტის დამტკიცება და შემდეგ იმ ხალხის, არ ვიცი ხა ეს ხალხი როგორ დაორგანიზდება, როგორც ჩემთვის არის ცნობილი,
თუ ეს ყველაფერი მოხდა და თანხაც გამოიყო, ან რაღაცა გარკვეულწილად ევროპულმა ქვეყნებმა დააფინანსეს, მხოლოდ 6 თვე არის მინიმუმი, რომ 6 თვის შემდეგ გაიმართოს არჩევნები. ანუ ეს ყველაფერი უკვე მოხდეს, უნდა მოხდეს ეხლა, იანვარი, თებერვალი, მაქსიმუმ აპრილამდე, ანუ დამტკიცდეს, რომ წლის ბოლოს ჩატარდეს არჩევნები. ანუ დამტკიცდეს, ომიც შეწყდეს, მოგვეწეს საშუალება იმისა, რომ მივიდეთ, ანუ მაგალითად საზღვართან, კონფლიქტთან ახლოს რეგიონ ქალაქებში, იქ შეკრებები არის აგრძელებული. ახლა მით უმეტეს მის დროს, რა ქვია, განგაშის დროს, საერთოდ განგაში, მაგალითად, ხარკოვის და ზაპოროჟიის ქალაქებში, რო იწყება დილით, განგაშის სიგნალები, თავდება, რა ვიცი, რამოდენიმე საათის მერე. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთი დღეისათვის უზრუნველყოფს 2/3 უკრაინისთვის სადაზვერო ინფორმაციის. შეგვიძლია თუ არა თქვა, რომ ბალანსი შეიცვალა ის, რასაც ადრე შეერთებული შტატები აკეთებდა, რაც უზრუნველყოფდა შეერთებული შტატები, ახლა ევროპაზეა გადასული, ან დიდწილად ევროპაზეა გადასული. მართლა ასეა რეალურად? და რაც გამიგია, ევროპა არის ძირითადი მხარდაჭერი შეერაღებით, ფინანსურად და სადაზვერო ინფორმაციით, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ასევე უკრაინის მხარდაჭერას. მაგრამ ისეთი დიდი მასშტაბებით არა, როგორც მაგალითად იყო მაგალითად ომის დაწყებიდან პირველ და მეორე წელს. პირველ წელს გერმანიიდან თუ ჩვენ მივიღეთ 1000 ჩაფხუტი, ხო, ეხლა ის გერმანია აღარ არის. დღეს გერმანია უკვე სერიოზულად ეხმარება უკრაინას და დღეს ნამდვილია, დღეს არ შეედარება იმ მხარდაჭერას. მოკლედ, ამერიკის ის დიდი მხარდაჭერა ჩაანაცვლა ევროპამ სრულყოფილად. რუსები თავიანთი კანონმდებლობით, ეგრეთ წოდებული ფეიკების გავრცელებით არმიის წინააღმდეგ, რა ვიცი, დღეში რამდენ პროცესს ატარებენ, არ ვიცი, უამრავი ადამიანი იყო გასამართლებული, მაგრამ ახალ-ახალი ვიდეოები და ახალ-ახალი ინფორმაცია სულ გამოდის. ჯარისკაცები დებენ წინა ხაზიდან ვიდეოებს, როგორ რაგდებენ დაჭრილებს საბრძოლოდ ხავარჯნებით, როგორ აწამებენ, როგორ აბავენ ხეზე, რას უშვებია, რა პირობებში ყავთ საერთოდ. ეს ინფორმაცია ჟონავს, თან ჟონავს ძალიან დიდი რაოდენობით. რა შეგვიძლია ვთქვათ რუსული არმიის მოწინააღმდეგის მტრის მორალურ განწყობაზე? რა მდგომარეობაშია საერთოდ ეს რუსის ჯარი, რომელიც ახლა უკრაინაში იბრძვის? Telegram კანალ არხები, იქ მოდის ინფორმაცია, რომ აფრინდნენ ისინი, რა ქვია, გამანადგურებლები. მე რაღაც Facebook-ის თუ არის რაღაც ჯგუფები, რომელიც ამ ინფორმაციას წინასწარ გამოდებენ და რო უყურებ ამ ხვდები რომ როგორ ეხლა, ну თუ ეს მართალია და მე რეალურად ესეც ხდება. ანუ უკვე ისე არის რუსეთის საჰაერო თავდაცვა მორღვეული, რომ უკვე იქ ადგილობრივები წერენ, რომ აფრინდათ ვითვრინავები იქვე, ვინც აეროპორტთან ცხოვრობს. რა თქმა უნდა, სამხედრო დაზვერვის დიდი მხარდაჭერით. ანუ ეს ინფორმაცია გამოდის, ანუ ჩვენ უკვე ვიცით ამ კონკრეტული რესურსებიდან რა ხდება რუსეთში. და რას აპირებს რუსეთის სტრატეგიული ავიაცია. ვითომ სრულიად საიდუმლო. გესმის? ანუ საერთოდ მორღვეულები არიან. წინასწარ ვიცით, როდის გამოიყენებენ ორეშნიკს. დაახლოებით ვიცით, მე ვიძახი როგორც სამოქალაქო პირი, ხო? აი, ეხლა მე ბევრი თქმა არ შემიძლია ღიად, მაგრამ ვიძახი როგორც აი, მაგალითად, ჩემ მეუღლეს შეუძლია ნახოს, ჩემ შვილს შეუძლია ნახოს, აი იმ წყაროებით, რომელიც ყავს დაფოლოვებული და დალაიქებული თუ როგორც არის ეხლა და ანუ უყურებს ამ ინფორმაციას. მორღვეულია თლიანად რუსეთის შეერაღებული ძალები, მორღვეულია მათი საიდუმლო დაგეგმარება, მორღვეულია საბრძოლო მომზადება, მორღვეულია საბრძოლო დაგეგმარება. ანუ ჩვენ დღეს უყურებთ რუსეთს ისეთ
გაუძლოებულს როგორც არასოდეს და ხა ბევრი მაგალითია ხო რომ ისინი უკვე ამ დიდი გაუძლურებით ვეღარ უჭერენ მხარს ეგრეთ წოდებულ პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც დღეს მათი თქმით არიან ცუდ დღეში და ვერ ეხმარებიან, ვერ დაეხმარნენ ვერც ირანს და ვერც ვენესუელას და ანუ თავისი გაჩვენებია ძალიან ძლიერ. სამშვიდობო შეთანხმებაზე გააქტიურებული საუბარი ბუნებრივია რომ მოიტანს რაღაცა დათმობების თემას, უკვე მოიტანა უბრალოდ დათმობების თემა. რისთვის არის მზად უკრაინის საზოგადოება დღეს რეალურად? რაზე მიდის საუბარი? რის დათმობისთვის არიან ადამიანები მზად? მზად არიან რომ დათმონ, მაგალითად მთელი დონბასი, თავის ყირიმიანად, თუ მხოლოდ ის ნაწილი, რაც დღეს არის ოკუპირებული და როგორც საქართველოში თქვა დროებით გამყოფ ხაზად ჩათვალონ უკეთეს დრომდე. რაზე არის საუბარი ახლა? საერთოდ გამორიცხულია ვინმე რაიმე ტერიტორია დათმოს და ეს არც კი განიხილება დათმობებში იქ იყო კონკრეტულად რომ შეერებული ძალები რომელიც უკრაინის არის მილიონ პლუსით დავიდეს 800,000-მდე და იქ იყო იქაც დათმობება იყო ტერიტორიის დათმობება კი არა ანუ გამორიცხულია ტერიტორიული დათმობა გამორიცხულია რუსმა რომელსაც რეალურად გაუჭირდა ბრძოლის ველზე ახლა ერჩია პირდაპირ თქვა სახელმწიფო ტერორიზმის ტაქტიკა ცდილობს რომ მორალურად გაანადგუროს უკრაინელები მათ შორის ზურგში და ურტყავს ენერგო სტრუქტურას უდენოთ უნდა დიდი ქალაქების დატოვება უწყლოდ უგაზოთ ეს მუშაობს ადამიანები ტყდებიან საზოგადოება რამდენად უმკლავდება საერთოდ ამ სტრესს პირველად იყო ის რომ დენი რო გათიშეს არ ვიყავით მზად რომ ესე იგი ამ რეგიონები მეზობლებს სადაც მე ვცხოვრობ ხო მაღალსართულიან შენობაში მეზობლებმა გამოიტანეს სკამები და ყოველ მეოთხე სართულზე დაალაგეს სკამი რომ მაგალითად ხნიერი ადამიანი რომ ჩამოჯდარიყო ყოველ მეორე სართულზე ჩამოჯდარიყო და დაესვენა მერე მეზობლები შეიკრიბნენ და რა თქმა უნდა მივიღეთ მონაწილე ვიყიდეთ გენერატორი რომ შუქი ქონოდა იმისთვის რომ წყალი მოსული ანუ მაღალსართულებზე ასული მერე უფრო ძლიერი გენერატორი დააყენეს იმისათვის რომ სითბო იყოს და ეხლა გენერატორი აყენია და ლიფტიც მუშაობს ანუ აქ ხალხი თვითორგანიზებულია აქ ხალხი განსაკუთრებულ პატივისცემას იხსახურებს აი დაორგანიზდნენ არის საერთო ჩატი ტელეფონში სადაც ეს ყველაფერი იწერება ყველაფერი იხსნება ყველა მიცის რომ აი ახლა არის დიზელ გენერატორზე არის გარკვეული თანხა დასადები ვიცით რომ მუშაობს ლიფტი რომელიც ადის 25 სართულამდე ესმის ანუ ყველაფერი დაორგანიზდა და დაორგანიზა ამ უკრაინელმა ულამაზესმა და უჭკვიანესმა საზოგადოებამ მე ძალიან მომწონს ის ჩემი სამეზობლო მე ძალიან მომწონს და ძალიან დიდი პატივით ვამარ განწყობილი ამ ხალხის მიმართ ეს იყო ჩემთვის აი განსაკუთრებული გაოცება სასიამოვნო გაოცება რაც მომს გამოიწვია და მე მინდა გითხრა ჩვენთან ახლა სადაც ცხოვრობთ არ არის შუქი 8-10 საათის მანძილზე მაგრამ ოჯახში ჩემთან თბილა იმიტომ არის გენერატორი ჩართული გვაქვს გენერატორი გვაქვს ცხელი და ცივი წყალი და რა თქმა უნდა მე ვიყიდეთ პატარა ეგრეთ წოდებული აკუმულატორი და გვაქვს შუქი ანუ ძირითადად მეზობლები არიან დაორგანიზებული და აკეთებენ ამას როგორც თვითმმართველობა ხო და რა თქმა უნდა ქალაქის სახელმწიფოც ბევრს აკეთებს იმისათვის რომ აღდგეს ცენტრალური გათბობა აღდგეს ცენტრალური დენის გადამცემის საშუალებები უკრაინა 2014 წლიდან თავს იცავს. როდემდე შეიძლება ეს თავდაცვა გაგრძელდეს? როდის დადგება მომენტი, დადგება თუ არა მომენტი, როდესაც უკრაინა გადავაშეტევას. თუნდაც იმავე ტემპით რითაც დღეს რუსები უტევენ, არ ვიცი. მეტრი, კილომეტრი წელიწადში, აი, როდის შეგვეძლება თქმა, რომ უკრაინა უტევს ახლა უკვე.
თავიდან რამხელა შეზღუდვებით ვიყავით. იმ დროსაც კი, როცა შეერთებული შტატები ძალიან გვეხმარებოდა, ხო? ანუ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ რაკეტები, ხოლო იქ, სადაც არიან რუსები უკრაინაში. იყო ეს შეზღუდვა? იყო. შემდეგ, კარგი, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ რაკეტები, იქ, სადაც რუსეთის შეერარებული ძალები არიან და სიღრმეში 200 კილომეტრი. მერე, კი, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ რაკეტები ყირიმში. რუსეთის ბაზების, სამხედრო ბაზების წინააღმდეგ. მერე, კი, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ რაკეტები რუსეთის საზღვრიდან თუ გესროლეს, ანუ უკვე ეგრეთ წოდებულ, არაოკუპირა რაც იყო რუსეთი რა, რაც არის რუსეთი, იქიდან, მაგალითად, როსტოვიდან თუ გესროლო, როსტოვში ესროლო იქიდან, საიდანაც გესროლოს. ეს ყველა შეზღუდვები იყო ჩვენი პარტნიორებისგან. ეს არის წითელი ხაზი. ეს არ გააკეთოთ. მერე შეზღუდვები არ ესროლოთ სამოქალაქო ობიექტებს. სამოქალაქო ობიექტებში შედიოდა ნავთობ გადამამუშავებლები, პორტები. ესაც ხომ მოიხსნა? ნავთობ გადამამუშავებლები 70% განადგურდა, ხო? რა თქმა უნდა, ეხა ისინი აღდგება და ესაც ვიცით ძალიან კარგად. ისინი მე განადგურდება. ანუ deep strike-ი, ანუ სიღრმისეული დარტყმები რუსეთში არის ყოველდღე 100 ობიექტი. არ ვამატებ არაფერს. რუსეთში და არა, მე არ ვთვლი ოკუპირებულ ტერიტორიებს უკრაინაში. ეს დიდი წარმატება არ არის? ეს არის ძალიან დიდი წარმატება. რომ შეგვიძლია ავანადგუროთ იქ, საიდანაც და დავარტყათ იქ, საიდანაც ისინი აფინანსებენ თავის შეერარებულ ძალებს. ანუ ეს ეკონომიკა ენგრევათ და მათ უჭირთ მე შეერარებული ძალების დაფინანსება. იმიტომ რომ ყოველი საჰაერო თავდაცვის სისტემა ეხლა იმ საიძი რო შეყვალ ნახე ღირს რამოდენიმე ათეული მილიონი. საჰაერო ყველაზე ძვირი არის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ეს რადარები, 3D რადარები, რები, რერი. ეს ამ ყველაფერს უნადგურებთ და პლუს უნადგურებთ ნავთობსადენებს, უნადგურებთ ელექტროგადამცემ ხაზებს, უნადგურებთ რკინიგზას. ანუ ეს უკვე ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია რეალური კონტრიერიშვილისთვის. იმისთვის, რომ ისინი უფრო დავასუსტოთ. განსაკუთრებით დიდი ომის დაწყების შემდეგ 2022 წლის შემდეგ უკრაინაში ძალიან დიდი მასშტაბი მიიღო სამხედრო მრეწველობამ, საკუთარმა სამხედრო მრეწველობამ. რამდენად აკმაყოფილებს უკრაინა ამ ომში საკუთარ მოთხოვნილებას დღეს, აი 2026 წლის დასაწყისში და რა გეგმა აქვს საერთოდ? სადამდე უნდა მივიდეს მისი სამხედრო მრეწველობა, მისი რამდენად უნდა უზრუნველყოს საკუთარი საჭიროება, საკუთარი პოტენციალი? სამხედრო მრეწველობა უკრაინელებმა ნაწილობრივ გააკეთეს მეზობელ ქვეყნებში, ევროპულ ქვეყნებში და ძირითადი მაგალითად კომპონენტები შემოდის უკრაინული სამხედრო მრეწველობის მქონე ლიცენზიებით და მონაწილეობით ევროპიდან. ანუ კომპანიამ, რომელიც აქ არსებობდა, ის ნაწილი, ძირითადი ნაწილი გადაიტანა პოლონეთში და პოლონეთში აგრძელებს უკრაინელები წარმოებას უკრაინისთვის და ხდება უკრაინაში შემოტანა. არის ესეთი მიდგომაც, მაგრამ ძირითადი მიდგომა არის უკრაინაშივე წარმოება უპილოტო საშუალებისა, საფრენისა, საბრძოლო მასალების და ასე შემდეგ. მინდა გითხრა, რომ 90% არის ეს შერწყმული მოქმედებები და დაახლოებით 40-დან 50%-მდე არის უკრაინაში, სრულად უკრაინაში წარმოებადი საბრძოლო საშუალებები. ანუ ძირითადი ხაზი არის ის, რომ უკრაინა
რამოდენიმე წელში სულ დახურავს ყველა მოთხოვნას, რაც კი მას ჰქონდა საზღვარგარეთიდან შემოტანის. და ძალიან კარგად იცით ის ეხლა როგორ ვითარდება ბალისტიკური რაკეტები, როგორ ვითარდება ფრთოსანი რაკეტები უკრაინაში, რამოდენიმე კომპანია, რომელიც ამას აკეთებს და ძალიან ბევრი მაგალითია მოყვანილი, რამდენი კომპანია შეიქმნა და უბრალოდ ბევრი ძლიერი კომპანია, რომელიც იყო და არის მაგალითად აგროსექტორთან ან კონკრეტულ ბიზნეს სექტორთან დაკავშირებული, როგორ ქმნის და აწარმოებს კონკრეტულ სამხედრო პროდუქტებს. ასე რომ ძალიან დიდი მოლოდინით და ძალიან დიდი წარმატებით და რა თქმა უნდა გაცილებით იაფია, ვიდრე ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც შემოდის ევროპიდან და მინდა გითხრა, რომ ფასით შეიძლება ითქვას, რომ იაფია, ვიდრე ჩინეთში ნაყიდიც კი ნებისმიერი ის სამხედრო კონკრეტული ტექნიკა იქნება თუ საბრძოლო მასალა ხო იმის წამოღება საერთოდ ჭირს ბევრი ქვეყნებიდან, ეს არის გაცილებით იაფი და კონკურენციას უწევს ჩინეთს. გიგი ნახეთ რომ ბოლო დროს რუსეთს რომ ძალიან გაუჭირდა მოიხმო თავისი მოკავშირეები. ჩრდილოკორეელები, რომლებიც პირადი შემადგენლობით ჩამოვიდნენ უკრაინაში საბრძოლოდ, ასევე ტექნიკას გზავნიან, რაკეტებს გზავნიან, ირანი აწვდის დრონებს და სხვა ტექნიკას, რაკეტებს, ჩინეთი აძლევს შეიარაღებას. ეს ყველაფერი რამდენად დიდი მასშტაბით არის, რამდენად იგრძნობა ეს ყველაფერი ფრონტზე, რამდენად დაეტყო რუსულ არმიას. და რამდენად სჭირდება რეალურად საგარეო დახმარება. ჩრდილო კორეა რო არა, რუსეთის დიდი ნაწილი კიდევ იქნებოდა უკრაინის შერეული ძალების კონტროლის ქვეშ. კორეამ ზუსტად დაახლოებით მინდა გითხრა, იმდენი სამხედრო მოსამსახურე ჩამოიყვანა, რაც საქართველოს შერეული ძალებში მთლიანად აღებული. ხო? და რამოდენიმე ათასი განადგურდა აქ და ათეულით ათასი დაშავდა, ანუ დაიჭრა და ასე შემდეგ. ხო? ესე იგი უკრაინის დიდი წინააღმდეგობა რო არა, ისინი არ მოთხოვდნენ ჩრდილოკორეელებს ასე დახმარებას. რუსეთს შერეულ ძალებს აღარ ყოფნის პირადი შემოდგენობა და კურსკის ოლქში დაეხმარა მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილოეთ კორეა. ჩრდილოეთ კორეა რო არა, კურსკის ოლქი იქნებოდა უკრაინის კონტროლის ქვეშ. არ ეკნებოდათ არანაირი სხვა წარმატება, იმიტომ რომ ამ 15,000-ანმა ქვედანაყოფმა, რომელიც მიაშურეს კურსკის მიმართულებით, მისცა საშუალება მათ განეხორციელებინათ კონტრშეტევა დონბასის მიმართულებით. ამიტომ პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ჩრდილოკორეა როგორც შეერაღებით, ისე პირადი შემადგენლობით არის ჩართული უკრაინის წინააღმდეგ. ირანი პირადი შემადგენლობით არა, მაგრამ შეერაღებით არის ჩართული და დღემდე არის ეს შაჰიდი ერთ-ერთი ეფექტური დაზიანების მომტანი უკრაინისთვის. ხო? და ჩინეთის მინდა გითხრა, რომ თვითონ ჩინეთის პირდაპირ წარმოებული რაკეტები და სარტყეო საშუალებები არ არის გამოყენებული ახლა ჯერჯერობით, რაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ დანარჩენი მაგალითად ჩიპები, ელექტრომოწყობილობები, მაგალითად ძრავები, აი კომპონენტები, რომლებითაც შედგება მაგალითად უპილოტო საშუალებები, საფრენის საშუალებები, შედგება მაგალითად კავშირგაბმულობის საშუალებები, ელექტრო ხელსაწყოები, ის რაც გამოიყოფა რების გასაკეთებლად, ხო? რადიოელექტრული ბრძოლის, ის არის ჩინური კომპონენტებიდან შემდგარი. ასე რომ, რა თქმა უნდა, ირანის და ჩრდილოკორეის დახმარება რო არა, და რა თქმა უნდა, ეხლა სამწუხაროდ ჩინეთი ყიდულობს ნავთობს რუსეთისგან, ისაც ხო ფინანსური დახმარება და ინდოეთიც და რამდენიმე ქვეყანა განაგრძობს ირიბ დაფინანსებას შერეულ ძალების. გიგი დიდი მადლობა და
წარმატებები და გამარჯვებები ჩვენ უკრაინას, ჩვენ საქართველოს. მადლობა. მე რამდენად გვიწევს აღიარება, რომ ჩვენ ქართველები შეცხენელები ვართ უკრაინელების წინაშე ამ ომში. შეცხენელები ვართ ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლების პოზიციის გამო, ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლების მოქმედების გამო. თუმცა ამ ომში ჩვენ პირს გვწმენდნენ ჩვენი მებრძოლები. ის ასობით, ათასობით მებრძოლი, რომელიც დღესაც უკრაინაშია, დღესაც იბრძვის და დღესაც წირავს სიცოცხლეს უკრაინისთვის, იმიტომ რომ კარგად ესმის, რომ ომი უკრაინაში არის ომი საქართველოსთვის, საქართველოსთვისაც. დიდი მადლობა ყველას მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე და საკუთარი სახელი უკვე საბოლოოდ ჩააშენა უკრაინის ისტორიაში. გამარჯვება ჩვენ ყველას და შემდეგ მშვიდობა. ეს იყო ვაშე გადაცემა თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტის სპეციალური გამოშვება. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню очень гадаться, да.